ძვირფასო მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. ვინც არის Zoom-ში, ვინც გვიყურებს Facebook თუ YouTube კანალებზე, ჩემი სახელია თამარ ქებურია და მე ვიქნები დღეს ამ ღონისძიების მოდერატორი. იმის გამო, რომ ჩვენ შესაბამისი დაფინანსება და ფონდები არ გაგვაჩნია მოცემული ღონისძიების პროფესიონალური თარგმნისთვის, ჩვენი კოლეგა, ჩვენი მოძრაობის წევრი გულუხვად დაგვრთანხმდა, რომ გაეკეთებინა ვოლუნტარისტული თარგმანი ამ ღონისძიების. მე ასევე ახლავარ მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წევრი, რომელიც თითქმის გახდა რამოდენს და რა შეიძლება იყოს ამ თარიღის აღსანიშნავად იმაზე უკეთესა ვიდრე ზუსტად ამგვარი საუბრების სერიის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საცნობი დისკუსიის სერია აი ამ სერიების რიგით მეორე შეხვედრა დათოს ინიციატივა თუ არის ურბანისტი და უნივერსიტეტის დოქტორანტი მკვლევარი a political economist and researcher at the Davis Center at Harvard University. ასევე ჩვენ შემოგვერთა იაერაძე, რომელიც პოლიტიკური ეკონომისტია. This would be possible without the incredible voluntary work of our community, our social movement. ეს დისკუსიები აქამდე შესაძლებელი, რომ არ მასშტაბური შრომა ჩვენი თეორიების მხრიდან Take a moment to name and thanks few მინდა ვისაუბროთ და რამდენი მათგანს სახელობით და დაუხადა მადლობა. საფოვერძე უხარიემე კოპიტის პიკ ქართულის შესვანა ბრამაშვილს, რომელიც დღეს ჩვენი თარგმანია. Along with many more and many others. სხვა ბერთან ერთად მათგან გადაუხადა მათ. და The theme of today's discussion is academic freedom in an age of დისკუსიის თემა აკადემიური თავისუფლება კონსოლიდირებული ავტორიზაციის ეპოქაში და მთელი ვებინარის განმავლობაში მოდერატორი. სანამ ჩვენ სტუმრებს წარვდგენდა, მსურველად მიღებული არსებული ვითარება საქართველოში აკადემიური გარემოს ფაქტურ მასშტაბიან ღრმად შემაშფოთებელი ცვლილებები მოხდა. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემური ღვევა, რომელიც ქვეყნის ცნობილი ინსტიტუტია. ფაკულტეტების 50% ბაკალავრიატზე სტუდენტთა მიღება 1000-დან 200-მდე შემცირდა. These developments are significant and მაგისტრატურაზე კიდევ მეტად 60-მდე. Today we want to zoom out beyond the Georgian case alone. საქართველოს შემთხვევით ღრმა გვინდა საუბარი. We want to place the question of academic freedom, the question of institutional autonomy and access to education. ამისა ჩვენ გვაქვს აკადემიური თავისუფლების ინსტიტუციური ავტონომიის და კრიტიკულ განათლებას ხელმისაწვდომის საკითხები გლობალური ავტორიტარული შემოგვიმების ეპიცენტრში მოქცეულია. Institutions become frontiers of the resistance and primary targets of ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან ერთად უნივერსიტეტები და აკადემიური ინსტიტუტები ინამეგობის გამოგარდად იქცევენ ხდებიან ქალაქის სამიზნეების სისტემების ესნახებს თურქეთში, უნგრეთში, ამერიკაში და ამას ვხედავთ საქართველოში და ჩვენ მიმდინარე რეფორმას ვეძახით. What power do universities actually possess that makes them such a კონსტიტუციური რეალურად რა ძალაუფლებას ფლობენ უნივერსიტეტები, რაც ათასად თანმიმდევრულ სამიზნეებად აქცევს. რატომ წარმოადგენს აკადემიური პრაქტიკა ასეთ ფუნდამენტურ საფრთხეს კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმებისთვის. For the emancipatory resistance and power kind of struggles. With these questions in mind, let me now introduce the remarkable people
მინდა წარმოადგინო guide გამოცხადებული today's ადამიანები, conversation. Our რომლებიც first დღევანდელ speaker is at დისკუსიაში the University of Pécs, Hungary. სოციალური Her ფსიქოლოგი work focuses on ებრეთის collective პეჩის processes, social უნივერსიტეტიდან representations, and the social political dimension of knowledge, სიკვლევები ეხება with კოლექტიურ particular პროცესებს, attention to სოციალურ power, რეპრეზენტაციასა inequality, და and institutional context. ცოდნის This სოციალურ has an პოლიტიკურ actively engaged განზომილებებს in a research and განსაკუთრებული teaching აქცენტით at the intersection of ძალაუფლებაზე, social ecology, თანასწორობას collective ინსტიტუტის action, კონტექსტზე. and ecological and political crisis იგი shaping our აქტიურად contemporary ჩართული world. კვლევასა და სწავლებაში Sarah will კრიტიკული be speaking სოციალ-ფსიქოლოგიის, at the კოლექტიური Junior მოქმედების, Science and ეკოლოგიური და Scientific პოლიტიკური Universities under the თვისების authority of გადაკვეთით. pressure. Our second speaker is Tamar Tzchadadze, Associate Ini Professor of the მეორე Philosophy and მოწვეული თამარ Director of the ხადაძე, Gender ფილოსოფიის Research Center ასოცირებული at the Ilia პროფესორი State და University in თბილისის Tbilisi. ილიას Her research spans feminist უნივერსიტეტის epistemology, გენდერის feminist პროექტის ethics, დირექტორი. political theory, gender მისი კვლევით backlash, ინტერესი მოიცავს anti-gender ფემინისტურ movements, feminist and ეპისტემოლოგიას, queer ფემინისტურ movements in ეთიკასა და Georgia, პოლიტიკურ and the თეორიას, gender equality in academia. Tamar has also been a member of ანტიგენდერ the მოძრაობებს, movement for და social ქვემო democracy მოძრაობებში since და its გენდერულ establishment, თანასწორობას and Tamar will be აკადემიაში. speaking თამარი at ასევე არის reforming education in ქვემო Georgia მოძრაობის and წევრი მის political დაარსების დღიდან repression, authority policy, და თამარი and საუბრობს social თემაზე and განათლების social რეფორმა activism. საქართველოში, And პოლიტიკური lastly, joining us რეფორმები, today as a რაც discussant, ეკონომიკური პოლიტიკა თუ bringing her სოციალური insights, critical commentaries, and discussion points to the დისკუსანტის conversation is Olga საფუძველი Bizlukova. შემოგვერდება Olga is a და social ბიზნიკოვა, anthropologist ოლგა and სოციალური currently და a research პოლიტიკური fellow in the Department of ანთროპოლოგია Social და Ecology ამჟამად at the University of St. Andrews. ენდრიუსის Prior to უნივერსიტეტის this, she სოციალ-ანთროპოლოგიის was a დეპარტამენტის postdoctoral მკვლევარია. fellow at the Brown University and a junior visiting მანამდე კი fellow at the მკვლევარი, Institute for Human პოსტდოქტორანტი Sciences. მკვლევარი იყო ბრაუნის She უნივერსიტეტში და received her უმცროსი PhD from the მკვლევარი University of Yale. And her work explores state perspective on the Turkish academic context. However, I am with the speakers and discussants we have with us today in conversation with our sharp angles and critical points at this moment so urgently needed. ერთად Lastly, before ზაქარიან we begin, a few practicalities I want to quickly cover here. Each of our speakers will have approximately 15 minutes for their presentation, followed by Olga's discussion points. We will then open the floor for a broader conversation. If you have questions, and I hope you do, please use the chat function to submit it. I will be selecting your questions forward and bringing them into the discussion at the right moment. So do not hesitate to start typing as you go. And now, without further delay, I would like to invite Olga to share her opinion and remarks, set the stage for the discussion. So Olga, floor is yours. Thank you again. Olga, სიტყვა თქვენი. I thought that I thought that we first go with the presentation. But if you have some thoughts like before the presentation begins, you can also comment. If no, we can invite Sarah to share her PPT. Okay, sure. Sarah, can you share your presentation? Yes, to share. So I will ask then Biko and our organizational teams to let the presentation sharing function to the Sarah. Sarah's presentation გაიხსნება. Okay, great. Wait a minute. Oh, I'm not able to. Yes. Can you make it full screen? Great. Okay. So, hello everyone, and thank you for the fantastic introduction by Tamar. მადლობა თამარს მსავლისთვის. I prepared a kind of presentation which somehow switch between more abstract things related to my thoughts იმაზე მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც აბსტრაქტულ საკითხებს ეხება. Autonomy or the autonomy of the academia and the things that happened in Hungary and the things that happened in Pécs. So I would like to talk about the challenges ვისაუბრე გამოწვევებზე, რომელიც წინააღმდეგობის ორგანიზებას ეხებოდა უნგრეთში
about academic freedom. აკადემიურ სივრცეში აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით. I will argue that academic freedom depends not only on legal guarantees, but also on the organization არ მხოლოდ იურიდიულ და საკანონმდებლო საკითხებზე, არამედ კოლექტიურ წინააღმდეგობასაც. So academic freedom is usually defined as აკადემიური protection from თავისუფლება influence on independent. It includes the ability to define research aims, კვლევრების დაცვა, cooperate internationally, remove from definition to measurement, whether through repression events, legal frameworks, expert coding, შემდეგ ჩვენ გადავალთ მეტად აი but also a lived institutional practice. ასევე ჩვენ შევხედოთ საკითხებს, რომ აკადემიური თავისუფლება ასევე არის კოლექტიური მოქმედება და არა მხოლოდ იურიდიული ხარე და საკანონმდებლო by two distinct pressures. On the one hand, we have the market-driven performance regimes, innovation policies, არის ეს აზრიდან გამომდინარე funding becomes conditional წნეხი time horizons shorten, risky or critical research becomes less fundable, non-market disciplines become vulnerable, რომელიც განსახტეს იმ სხვადასხვა რისკებზე. On the other hand, we can ეფექტურობის ინდიკატორებს. მეორე მხარე ეს არის უფრო მეტად პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტროლი, რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს დამოკიდებული ეროვნულ პრიორიტეტებზე, ტრადიციულ ღირებულებებზე. This occurs through governance restructuring, leadership და რეალობაში ხორციელდება მართლობის მხრიდან, იგივე ეს აიკლება კურიკულუმის შედგენაში, აკადემიურ ხელმძღვანელების შერჩევაში, ინსტიტუციურ დამოკიდებულებაში, სიმბოლიზმში. შესაბამისად, პოლიტიკურ ავტორიტეტსა და ეკონომიკურ საკითხებზე ძალიან არის დამოკიდებული აკადემიურ ხელმძღვანელობა. That universities can remain neutral. I think that institutional neutrality is largely a means. Მიმაჩნია, რომ ინსტიტუციური ნეიტრალობა არის decisions are being made. So neutrality simply shifts political positioning from the institutional level to the individual level. Academic freedom, therefore, is not individual responsibility. ძირითადად ესე იგი გადმოდის პოლიტიკური პოზიციონირებიდან უფრო მეტად ინსტიტუციურ დონეზე და შემდეგ ინდივიდუალურ დონეზე. აკადემიური თავისუფლება არ არის ინდივიდუალური უფლება, არამედ ეს არის სამართლის სოციალური პასუხისმგებლობა. უნივერსიტეტები არიან სოციალურად აკავშირებული ინსტიტუტები და უნივერსიტეტებს არ აქვს ესე იგი იმისთვის რომ შეუწყოს საზოგადოების განკაცლიერების განვითარებას ფუნდამენტურად. Often political, so სიჩუმე არის პოლიტიკური საკითხი. And this produces a structural tension between thinking and politicization. გაპოლიტიკურებას და სიმართლის ზეგნას იებას, რომელიც რეალურად შესაძლებელია ამ ინტელექტუალური პატიოსნა. ეხლა გადავიდეთ უნგრულ კონტექსტზე. That in Hungary these broader pressures on academic freedom are embedded within a specific political discourse that frames universities.
კონტექსტიდან გამომდინარე ჩვენ კონკრეტში ხვდებით პოპულისტურ რიტორიკას და მმართველი პარტია ფიდეში ხშირად პოზიციონირებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანების უფლებების დამცველს იდეის წინააღმდეგ. ასევე ხშირად ამბობენ, რომ აკადემიები ატარებენ უცხოურ ინტერესებს და სხვა ქვეყნის ისიც ატარებენ ამ justified as necessary corrective measures aimed at restoring traditional values and strengthening national sovereignty and interest. ასევე ფიდეში მიაჩნია, რომ ჩარევით აკადემიურ ცხოვრებაში მათ უნდა გააძლიერონ სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. ფიდეში შედაკონტროლებს აკრიტიკებს ევროკავშირს და საერთაშორისო საერთაშორისო აკადემიურ ქსელებს. As a result, universities are increasingly expected not only to produce knowledge, but to contribute to national identity building and to align with არის ამის გამომოლოდინი კონკრეტში, რომ უნდა გააძლიერონ ეროვნული იდენტობა. An autonomous critical institution to a publicly accountable national actor. და უნდა გარდაიქმნა დამოუკიდებელ ავტონომიურ სტრუქტურებიდან საჯარო ინსტიტუტებად, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება. So what you see here is not a sudden rupture in Hungarian higher education. აქ რასაც ნახავთ, ის ერთდროულად არ მომხდარა, არამედ ის ხდებოდა 2010 წლიდან მოყოლებული და იმაზე ადრეც არის დაწყებული კონკრეტში შეტევა აკადემიურ თავისუფლებაზე. 2000-ში დაიწყო ეს მენეჯერული მოპყრობა, მენეჯერული მიდგომა აკადემიებთან, 2010-ში ფიდეში ძალაუფლებაში. პროცესში უკვე შედის რომ მინისტრი ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს. რაც მანამდე იყო აკადემიური თვითმმართველობის პრეროგატივა. პროცესში მოდის კანცლერობის სისტემა და კანცლერებს პირდაპირ ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი. Administration, finance and management, while rectors retained only და კანცლერებს უკვე უფლება მოსილება, რომ განისაზღვრათ ადმინისტრაციული, საფინანსო და მმართველობის სისტემა, ხოლო რექტორები აკადემიურ საკითხებზე და პრობლემებზე იყვნენ ფოკუსირებული. განაპირობა ის, რომ აკადემიური განწყობილebები ძირითადად მოტივირებული. 2017 წელს უკვე ჰქონდა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ევროპის უნივერსიტეტის წოდებული გაწევება უნგრეთიდან და ის წინააღმდეგ შექმნა ამ იურიდიულ ძალაუფლებისა 2018 წლიდან უკვე systemic transformation მოყოლებული სისტემის ტრანსფორმაცია ხდება into so-called public interest asset management foundations, a process framed as უნივერსიტეტები უკვე ხდება საჯარო ინტერესების გამყარებელ აქტივებად. Substantively, however, it entailed the transfer of governance rights and public assets into foundation boards whose members are not publicly accountable and are often ჩვენ აი ამ ცვლილებებით ვიღეთ ის რომ ეს ხალხი მათი მენეჯერები არიან პოლიტიკური ნიშნით დანიშნულები და რეალურად არიან საჯაროდ the majority of the Hungarian universities underwent this model change 2019 უნივერსიტეტის პრივატიზაცია მოხდა 2019 წლის პერიოდში. წელს უკვე 13 უნივერსიტეტი
გახდა ან საჯარო ინტერესების ფონდის მიერ კონტროლირებული. ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ შეეძლოთ უნივერსიტეტების ჰორიზონის პროგრამებში და ერასმუს მობილობაში მონაწილეობა მათ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. დავიდეთ ნახმდეგობის საკითხებზე. წინააღმდეგობა ნამდვილად იყო. საუკეთესო მაგალითი ამისი არის უნივერსიტეტი. And what was crucial, hearing my voice. Okay, what was crucial here is ის არის ძალიან პატარა უნივერსიტეტი, მხოლოდ 500 უნივერსიტეტია და 100 პერსონალი. გამოარჩევათ ის, რომ ჰორიზონტალური ორგანიზების სტრუქტურა ჰქონდათ. And also negotiate and prepare plans for new actions. შეთანხმებდნენ ახალ გეგმებს და სამოქმედო გეგმებს. ეხლა შევახოთ ჩემს უნივერსიტეტს, ეჩის უნივერსიტეტს. ეს პირველად დიდი უნივერსიტეტია, 25 სტუდენტი სწავლობს. არის 10 ფაკულტეტი. And the process of condition planned for January 2021, the government periodში the university initiate the transition to the so-called model change. With the Senate, 2012 იანვარს უნივერსიტეტს მოთხოვეს so that was the period შეცვალა მოდელი. of COVID pandemic, ეს აიმთხვა პანდემიის პირველ ალღას, state of emergency, ასევე social distancing measures, სპეციალურ საგანგებო რეჟიმს ქვეყანაში, რა დროსაც საქართველოს იყო საჯარო შეკრებები. და შეკრების ერთ-ერთი ადგილი იყო ონლაინ სივრცე. The scale and hierarchical organization of the University of Page made rapid democratic coordination pandemic conditions. Organization emerged almost immediately. So the day after that we had this news, როდესაც სიახლე გახდა ცნობილი, წინააღმდეგობა მაშინ დაიწყო. Facebook group was organized. შეიქმნა Facebook ჯგუფი. სადაც იყო უნივერსიტეტი. რასაც ერქვა რომ უნივერსიტეტი საჯარო სიკეთე. We organized 2 large online forums. The first ძალიან ვიდეო online forum მოვაწყეთ. რომელსაც პირველ online forumზე დაახლოებით 900-მდე მონაწილე ესწრებოდა. And the 3-hour panel, 3 hour of plenum. 3 საათიანი პლენუმი, 62 გამოსვლელი, 16 მოდერატორი. ეს ძალიან ნიშნავს დიდი online event-ი. Then we organized the second forum held on the 25th of January. იანვარს უკვე მეორე ფორუმი ჰქონდა, 600 მონაწილე დაიწყო. Structured a bit into 5 thematic sections of science, labor affairs, institutional services, to education, context. სხვადასხვა ადგილობრივ კონტექსტს, ასევე განათლების ხელმისაწვდომობას, შემოქმედებებს და ასე შემდეგ. Translating dispersed individual concerns into a kind of coordinated collective action. ეს ამის იდეა იყო, რომ აი ეს წინააღმდეგობა before the Senate vote,
We conducted a rapid online questionnaire addressed to members of the university community. მისიერის ონლაინ გამოკითხვა და 1490 პასუხი მივიღეთ 24 საათში. These results were printed and placed at the seat of each Senate member on the morning of the შედეგები ამოგვიჭდეთ და დაუგეთ ყველა სენატის ყველა წევრს. მაგრამ სენატმა მაინც ხარი დაუჭირა აი მოდელის ცვლილებას. გამოაჩინა კრედიტული ინსტიტუციური დინამიკა. Through which Senate members could be held წინააღმდეგობისა რეალურად არანაირი მექანიზმი არ არსებობდა, რომ ეს ცვლილება არ მოხდარიყო. In the absence of such accountability tools, participation did not translate into institutional influence. So, mobilization was happening, opposition was visible, collaboration can occur and still authoritarian regime is fast. Deconstruct with ნათელი გამოაჩინა რომ მიუხედავად იმისა სწრაფად მოქმედ ავტორიტარიზმს შეუძლია თავისი ცვლილებების განხორციელება ისაც ჩაფიქრებული. Exercise of organizing, listening other voices and acting with solidarity, these moments of movements are often condemned to fail. და მიუხედავად იმისა რომ ხელა სოლიდარობა იყო, ესეთი მოძრაობები ხშირად მაინც ვერ აღწევენ I think academic freedom cannot be defined individually. It depends რომ აკადემიური თავისუფლება შეიძლება ინდივიდუალურად იყოს განხილული, ეს დამოკიდებულია ძლიერ კოლექტიურ ორგანიზებაზე, ასევე სტაბილურ პროფკავშირულ წევრობაზე, კრიზისული პერიოდების მიღება. Yet in many Eastern European contexts, and I don't think that it's just აღმოსავლეთურ კონტექსტებში but academics are often identify themselves as აღმოსავლეთურ კონტექსტში მიიჩნევა რომ აკადემიკოსები არ არიან შრომელები, რაც იმას ნიშნავს რომ არც არიან ექსპლუატირებულები. ამ კუთხით შევხედავ. ინდივიდუალური ეს მოქმედებები წინააღმდეგობები ეპიზოდურია, საკუთრებით გემდება იმ კრიზისულ პერიოდებში. Institutional cultures which often აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ნარჩუნდება ეს იერარქიული ინსტიტუციური ურა, რომელიც აგენერიზებას უწევს ამ ადმინისტრაციულ შრომას. იმას მიყავართ პროფკავშირების მნიშვნელობაზე სასაუბრად. Can be changed or can bring this kind of role inside the university. როგორ შეუძლია პროფკავშირებს ეს ცვლილებები შემოიტანოს უნივერსიტეტებში. They can reshape. ეს არ მარტო იურიდიული მექანიზმია, არამედ პროფკავშირებს შეუძლიათ ინსტიტუციური ინტერაქცია და ყოველდღიურობა შეცვალოს. წარმომადგენლობით და კავშირებით პასუხის პასუხისმგებლობის მოთხოვნაში აკადემიური პერსონალისთვის ასევე ამ პროფკავშირებს შეუძლიათ შექმნით მიკრო დონეზე ეს დემოკრატიული სივრცეები ამას შეუძლია რომ შეამციროს ეს ცენზურა, სტრატეგიული სიჩუმე და შეუძლია პროაქტიულად შექმნას ეს კრიტიკული კვლევების სივრცე გააჩინოს. შესაბამისად პროფკავშირები მნიშვნელოვანი არა მარტო ეს იურიდიული კუთხით, არამედ დემოკრატიზაციის გადავიდეთ ბოლო სლაიდზე. აკადემიური but in practice
It is a collectively enacted institutional condition where academics do not identify as workers and democratic interactions are more and more absent. Academic freedom becomes ამას შეუძლია უფრო დემოკრატია შემოიტანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს ამ საბაზრო ლოგიკას. And trade unions, I think, has the potential to become the institutional actor capable პროფესიებს შეუძლია რომ გახდნენ ინსტიტუციური მექანიზმები, რომ ამგვარი სივრცეები შექმნას უნივერსიტეტებში. მადლობა. Thank you a lot, Sarah. This was very important point on the academic freedom in practice, basically, what we have heard. And with this, I'm going to give the floor to Tamar Tkadadze. I'm going to ask our administration to let Tamar share her presentation if she has some. The floor to Olga. Hello, everybody. Thank you very much. Thank you so much. It was very interesting and inspiring and very general. I will share my PowerPoint, but to be honest, it's nothing fancy. It's just notes for me to follow. Maybe I'm not even sure it's worth sharing, but I will venture. So, how to do this? Can you see that? We can see it. Can you make it full screen, Tamar? Yes. Home Telegram sharing. Now. So to make it full screen, I go there. I'm sorry, I'm not sure I can. Now? Oh. Okay, anyway. So my presentation, and I have 20 minutes, right? Hello, and thank you, Sarah, for this setting this very useful general theoretical framework. Theorიული შესაძლებლობის დამკვიდრების cases მიმხილვისთვის. Intervention today. I had these many different dilemmas, what to concentrate on. On the one hand, პრეზენტაციის მომზადებდი ბევრი დილემა ჰქონდა. ჩვენი ხმამყოფები სწორედ აი ამ უშუალოდ წნეხის უნივერსიტეტის დაშლის შუა პერიოდში იმ წნეხის ეპიცენტრში speculations on academic freedom or devote more time to some empirical facts describing what we are now experiencing. So I decided to go to the second one, but I will... აი სპეკულაციებზე თუ უფრო მეტად ემპირიულ მონაცემებზე მესაუბრა და გადავწყვეტ მეტად აი ამ მონაცემებზე გავამახვილებ ყურადღება. Discussion our government announced in a couple of months ago რამდენიმე თვის წინ ჩვენმა მთავრობამ გამოაცხადა ანონსა საგამოთებლო რეფორმა. აი ამ რეფორმას რომელსაც ჩვენ რეფორმას ვყავდებით, ეს არის 4-კვირდიანი კონცეფცია. In our education system, especially in higher education, საგანმანათლებლო სისტემას, განსაკუთრებით უმაღლეს განათლების საფეხურს. One was that, according to them, there are too many students concentrated in the capital city. შეფასებით, მათი აზრით, ძალიან დიდი კონცენტრაცია სტუდენტების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებზე. Concentrating geographically, higher education was a noble goal to pursue, and that was one. მათი მიზანი იყო, რომ ეს გეოგრაფიული დეკონცენტრაცია მომხდარიყო საგანმანათლებლო დაწესებულებების. შემდეგი იყო ეს განათლების რესურსების ოპტიმიზაცია და განათლების ხარისხის
გაუმჯობესება. On the one hand, general quality of education, but on the other hand, inequality in terms of quality of education among different universities. So that's at least their story. Another was systematizing faculty hiring and making it more transparent, which is probably the ფაკულტეტების მიერ პროფესორების აყვანის პოლიტიკა უნდა სისტემატიზირებული და გამჭვირვალე. Then linking research to teaching and improving ასევე მათი ჯანმრთელობით და მათი თქმით კვლევა და სწავლება ერთმანეთთან დაკავშირებოდა. ასევე საქართველოს სისტემა უნდა დაკავშირებოდა დასაქმების ბაზარს. And then revision of funding system. ასევე მათი კონცეფციის მიხედვით უნდა გადახედილიყო დაფინანსების სისტემა და უნდა გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი წარდგენილიყო როგორც მთავარი ხილისება ამ რეფორმის. Okay. Of resources. Okay. If you look at these goals, of course, what's not to like, right? როცა შეხედავ აი ამ მიზნებს, ობიექტურად შეიძლება თქვა, რომ აი რა შეიძლება აქ არ მოგეკეთოს. მაგრამ as soon as it was announced, it caused a huge outrage. თვითონ რეფორმამ, როგორც კი ის გამოცხადდა, ძალიან დიდი გადაიმსახურა საჯარო გამოხმაურება. The governance by Georgian Dream, especially through last 2 years, especially probably since the elections in 2020, by our prime minister that Georgia was stopping negotiations for European integration. Announcement was a huge outrage. However, it was also some, not all of the preliminaries that led to this reform, which are not obvious. რა თქმა უნდა, ამ რეფორმას ჰქონდა თავის წინაპირობები, როგორ მივიდა თავრობა რეფორმის იდეამ და რა კონტექსტში ხილდებოდა ეს რეფორმა და რა კონტექსტში მოხდა რეფორმის კრიტიკა. Many of you know that Georgian Dream government started already in 2023 this they call transparency. ქართულმა ოცნებამ 24 წლის ივლისში აინიცირა და მიიღო ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ეგრეთ წოდებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. Georgian government took back this proposed legislation, but in 2024 in July they still passed this law in face of 2023-ში ეს არ გავიდა, 24-ში უკვე ეს კანონით მიღებული. Very much in the same context, they also passed this law of Georgia on the protection of იმავე სექტემბერში, იმავე კონტექსტში პროგრამა მიიღო კანონი აი ოჯახური ღირებულებების შესახებ, ოჯახურობის დაცვის და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ, რომელიც იყო მთელი კანონების ნაკრები, რომელიც ასევე სხვა ქვეყნებშიც მუშაობს და ცხადია ეს არის LGBTQ თემის წინააღმდეგ მიღებული კანონი. Probably I could have made my contribution today focus on this law. Probably this law has the most ამ კანონში არის საკმაოდ რელევანტური ნაწილები, რომელიც აკადემიურ თავისუფლებას უდავს.
severely determines what can be taught at განსაზღვრავს ძალიან ესე მკაფიოდ და უხეშად თუ რა შეიძლება ისწავლებოდეს ან რა არ ისწავლებოდეს ამ უნივერსიტეტის დაწესებულებებში. In Georgian society are a topic of very interesting reflections, how actually our oppositional segments of society decided not to talk much about, not to oppose to this law because they saw this law as a dream government to involve protesting society into debates about LGBTQ rights and to discuss. ასევე იყო ჩვენს საზოგადოების უპირატესად განწყობილ საზოგადოების ნაწილში საუბარი იმაზე, რომ ამ კანონზე დიდი გამოხმაურება არ ყოფილიყო. ესეც საინტერესო ასპექტი ამ კანონის არის ის, რომ anybody opposed to this law, they oppose them, dare to oppose to this law, not as a law against LGBTQ rights, but as a law of censorship. And the main argument that you could hear against this law in Georgian society, obviously, their arguments against the law for censorship. But that როგორც კანონი მხოლოდ LGBTQ თემის წინააღმდეგ არ ამბობს, როგორც ცენზურებული კანონი. ასევე 24 წლის ნოემბერში ინტეგრაციის პროცესი იყო შეჩერებული და 25 წლის გაზაფხულზე განათლების რეფორმის კომისიის შექმნა დაანონსდა და სწორედ გაზაფხულზე დაანონსდა, რომ ემზადებოდნენ ნამკვეთი რეფორმისთვის ხელისუფლების წარმატებას. No experts, no university rectors, nobody. არ იყო ჩართული არავინ, არც ერთი ექსპერტი, არც სკოლოდონის, არც უმაღლესი დაწესებულებების. Minister of Infrastructure, so on and so on. Of course, Minister of Education. და შედგებოდა რაღაცა სულიად და სამინისტროების წარმომადგენლების ჯგუფისგან. In October, they announced this conception of reform that I talked. So the first. ამ საფუძველზე გამოქვეყნა მერის კონცეფცია, რომელიც მედასწრში ვახსენე. It was why I told this preliminary development is that it was very obvious from the very start that ვახსენეს წინარე პერიოდი in the context of this general political crisis. იმიტომ ვახსენე, რომ განათლების რეფორმაც უნდა აღვქვათ აი ამ ზოგად დემოკრატიული საზოგადოების დემოკრატიული მექანიზმების მოშლის ნაწილად უნდა აღვქვათ და აი ამ განწყობილი მოსახლეობის ნაწილის განადგურების ერთ-ერთი მექანიზმი. და უნივერსიტეტი იყო ამოღებული მიზანში, რომელიც მათი შეხედულებიდან რადიკალიზმს უწყობდა ხელს ან შინაური როგორც უცხოური აგენტების ცხოვრების ინტერესების განმტკიცება. As I said, in the background of this თვითონ კონცეფციის ლოთი ვერდისგან შედგება was that it envisaged no increases in budget allocations or anything in this sense. Or it wasn't არაფერი ახსენე იმაზე თუ რა ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო ამისთვის განსაზღვრული და ეს ყველაფერი ამ დადასტურება არგუმენტი იყო ის რომ ეს უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ესეთის ბაზაზე. Important to be noticed is that actually they have this, also our government has this specific ხასიათებელი არის ის რომ of releasing information bit by bit, right?
მნიშვნელოვანი მახასიათებელი ამ რეფორმის ტაქტიკა არის ის, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია. To control the backlash or maybe ნელ-ნელა ეტაპობრივ აკონტროლონ აი ეს წინააღმდეგობრივი განწყობა. As they go and adjusting as they go. ერთბაშად არ მიიღონ ეს დარტყმა. All of their plans at the beginning and at once. However, both of those hypotheses, whether it's a technology to govern and to manage the ჰიპოთეზა იქნება ის რომ მართონ წინააღმდეგობა by trial and error, but both of them can be true at the same time. Anyway, ეს გადაწყვეტილება იყო ტაქტიკური about Georgian ორიენტირებული system. It's very complicated, and of course, I cannot have any ambitions to give you any detailed picture. Just several aspects that I want to highlight. Aspects გავამახვილო ყურადღება. მე თვითონ და არ მაქვს ამბიცია რომ თლიანად სურათს სიმცევლად ავსახავ. That I want to emphasize in this context. One thing about Georgian higher education system, which may be intuitive for those who are not familiar. Systemის არის ის რომ საჯარო უნივერსიტეტები very much like private universities. They have this public status, which means that their property is public. They are registered at different legal entities. The state has certain საჯარო უნივერსიტეტები რეგისტრირებულები არიან and when I say certain statusად that they are weak or little, and over the years, over last year, especially under Georgian Dream government, there were several actually made public universities more and more dependent on the საჯარო უნივერსიტეტები უფრო და უფრო დამოკიდებულები გახდნენ ხელისუფლებაზე. Function as private universities. I mean how they are funded and how they operate, how they are funded and how they operate. Generally, the main income of public universities in Georgia is tuition fees that students. საჯარო უნივერსიტეტების როგორც კერძო უნივერსიტეტების ძირითადი შემოსავლის წყარო არის აი სახელმწიფო სტუდენტების დაფინანსების გრანტები. That was launched in 2005. ეს დაფინანსების 2005 წელს დაიწყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ. This fellowship or tuition grant follows the students. So not if students go to private universities, their tuition grant is paid by the ეს დაფინანსება მიბმული იყო სტუდენტებზე, თუ ისინი აირჩევდნენ კერძო უნივერსიტეტს, მაშინ რაც მიყვებოდა ეს დაფინანსება. Provisions for students. So the tuition grants, there are several sources for students to get tuition grants. So one is main one is through central national examination system. Another one is the social tied to social status. But anyway, ეს დაფინანსება რა თქმა უნდა მიბმული არის გამოცდის შედეგებზე, მაგრამ მეორე ინდიკატორი ასევე კრიტერიუმი არის სოციალური სტატუსი მოსწავლეს და სტუდენტის. და სადაც წავიდა სტუდენტი, იქ მიყვებოდა მასის დაფინანსება. Following this, actually, most public universities depend on the state funding in very low degrees, like Ilia State University, which is now the main target of this education reform. Ilias რომელიც აი ამ რეფორმის თავი სამიზნეა. Only 2% of its budget came from state funds. ხოლო იმის 20% ფინანსდებოდა საჯარო წყაროებით, აი მთავრობის დაფინანსებით. Not probably very transparent
decisions in the accreditation agency and so on. However, within themselves, public universities functioned quite like corporations. Like when I say that, even public universities have no systems. They are free to put into employment contracts. Chance პოლიტიკაზე contract with professors that professors are not allowed to make their salary and so on. So those things are very important to understand, but also this dependency, financial independency of public universities on even public universities on the state funding. So that's very important now to understand those devious instruments to which the government is now cracking down on the universities. მეთოდები, რომელთაც სამთავრობა იყენებს იმაზე, რომ დაისხას. Now I might see this actually, which I included these three possibilities, as you saw, that I am asking whether this new reform that they announced should be interpreted as another step in political repressions and ნაბიჯი და ის როგორ ხდება ახლა ქვეყანის შეავითარებაც არის განსაკუთრების სფეროში ერთი სფეროს გაკონტროლების მცდელობა. After that, the government cracked down on public servant sector by also with თავრობამ იერიში მიიტანა საჯარო სექტორს სასახელო ადამიანებზე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა მათ ასევე სხვა შემთხვევებით იყო different segments of protesters by თავრობამ იერიში მიიტანა პროტესტის საჯარო პროტესტის სხვადასხვა სეგმენტზე იქნებოდა ეს მიღწევები ჭიათურაში თუ სხვა ჯგუფები. Core of the trilemma is that whether these reforms are political repressions and means of political control. Another is that these are, and you could see from reforms არის political control. Whether this reform and this set of reforms is actually aimed at some kind of austerity policy, reducing public spending on higher education. და ასევე ჩდება კითხვა ეს რეფორმა ხო არ არის კამრების შემოჭრის პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, როცა დაფინანსება უნდა შემცირდეს საჯარო უნივერსიტეტებს. However, what I want to say now is that actually those three possibilities are not mutually exclusive, and these authoritarian systems actually can operate in a way that they can aim and achieve and use all those three ეს ავტორიტარული ნაბიჯების მანძმები ერთმანეთს სხვადასხვა შერეულ მეთოდებს იყენებს და ერთდროულად ის გამოიყენებს ეს მეთოდები. There can be many arguments, but I will just restrict myself with emphasizing that one thing is that their announcement of this reform was preceded by very aggressive propaganda against როცა მათ გამოაცხადეს და გაასაჭიროეს აი რეფორმა, ამას მოყვა ძალიან დიდი აგრესიული პროპაგანდა. Universities as centers of political radicalization as a და უნივერსიტეტები გამოაცხადეს და წარმოაჩენენ ისე რომ თითქოს ესენი იყო პოლიტიკური რადიკალიზაციის ცენტრები. What you can see when you really project and somehow try to calculate what the results of these reforms will be, it will be layoffs and loss of jobs of faculty, mostly of those at those universities or departments at various universities that may be politically unwelcome for our government. And this, as I already mentioned,
მათ მიზანს შემოიღეს ის ინსტიტუტები, რომლებიც მათთვის მიუღებელი იყო და ეს ეკონომიკური რეპრესიები, ეს ფინანსების შეზღუდვა გახდა ერთ-ერთი ნიშანი ხელწერა ჩვენი ხელისუფლების როცა ეკონომიკურ რეპრესიებს იყენებდნენ პროტესტის წინააღმდეგ. Actually goes under the rubric of institutional autonomy. Not so much, I would say, academic freedom, but institutional autonomy. Reforma ხშირად აღმოჩენილი როგორც ინსტიტუციური ავტონომიის However, I would want to problematize this in our today's discussion, what it means in today's setup to fight for ისი პრობლემატიზაცია მოახდინა და ვისაუბრე მასზე თუ რას ნიშნავს ეს ინსტიტუციური ავტონომია მას როდესაც უნივერსიტეტები ფუნქციონირებენ როგორც კორპორაციები. Answer, but that's something that I want to pay attention to. So another possible rationale, as I said, was of this reform was quite obvious, actually not possible, is reduction in public spending and privatization of the universities. ასევე ცხადი იყო რომ ესეთი მიზანია საჯარო დაფინანსების შეზღუდვა და პრივატიზაციის ხელშეწყობა. Education. However, on the other hand, they also did not announce an increase. However, they are reducing schooling years. პირდაპირ არ თქვა ის რომ ამცირებდნენ დაფინანსებას განათლების სექტორის, მაგრამ ის რომ ისინი ამცირებენ საშუალო სკოლის სწავლების აი ამ წლებს. ეს თქმა უნდა შემცირება და ისახება ამ დაფინანსებას. ასევე ერთი უცნაური optimization ესეთი უცნაური ხელწერა იყო მათ თქოს რომ ერთი ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო ერთ ქალაქში. და არგუმენტად მოყავდას რომ ევროპაში ეს ფაკულტეტები გადანაწილებულია სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას არ ვეთანხმები და ეს ამაში. So, which will of course result in reduction of faculty size. ეს რა თქმა უნდა მიგყვას თამბერში შემცირდება ფაკულტეტის ზომები და ზომაში შემცირდება ფაკულტეტები. ასევე მათ თვალი აქვთ დადგმული უნივერსიტეტების კამპუსებზე, შენობებზე, რომელიც პრივატიზაცია მოახდინა. კიდევ ერთი საინტერესო საკითხია ის, რომ ამცირებენ სტუდენტების კვოტას ჩარიცხვას და ერთი კვირის წინ დაახლოებით გამოქვეყნდა ეს კვოტები, რომლებიც აჩვენებს, რომ mechanically reduce so drastically the number of university places they are announcing. However, they are rearranging them in a way that guarantees that we will have fewer enrollments in this year. So, ამაზე მოყვა კრიტიკა, მაგრამ ისე გაანაწილეს, რომ სხვადასხვა მეთოდებით ყოფილიყო შემცირებული და გადანაწილებული სხვადასხვა ქალაქებში, უნივერსიტეტებში. They are also suspending this tuition grant system. Previously, students were able to take their დაფინანსების სისტემასაც. Now they are stopping that. თუ ადრე მაგალითად სტუდენტს მიყვებოდა დაფინანსება კერძო უნივერსიტეტებში, ეს აღარ იქნება, კერძო უნივერსიტეტში მიყვება და ამას ფუთავენ როგორც უფასო განათლებას. უფასო განათლებად university places, however, and that ამბობენ რომ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო. Enrollment will be reduced after this year. So, and the last thing, the last aspect I wanted to how much time do I have, Tamar? 2 minutes. Okay. Yeah.
Another rationale that they are giving for this reform is this ახსნას, რომელსაც იბნიან რეფორმას არის დასაქმების აზრის მოთხოვნები და მათ მოყავთ არგუმენტაცია ეს საბაზრო კვლევა, რომელიც არავის არ აქვს ნანახი. And not officially, not in official documents, but talking heads of our government, then and the say that we are having doesn't demand so many ახსენებენ, რომ ჩვენს დასაქმების ბაზარს არ ჭირდება ამდენი უაღლესი განათლება დამთავრებული ადამიანები. That it actually goes through in their argumentation. Another thing is that they are also insisting that this რომ ჩვენი სტუდენტების გადანაწილება სხვადასხვა პროფესიებზე არის დისბალანსური და იმაზე მეტი სტუდენტია ხალხს მიმართულებებზე, ვიდრე შრომის ბაზარს შეუძლია ეს აითვისოს. Doesn't make labor market because ისინი მუდმივად ამ არგუმენტს იყენებენ, რომ საჯარო რომ დასაქმების ბაზარს ეს არ ჭირდება. That's another thing. So that's one obvious trend in their ის არის ერთი დასახა ტენდენცია, რითიც ხსნიან აი ამ რეფორმას. However, there is another interesting trend in their rhetoric that they are მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია მათ რიტორიკაში ambition is somehow to reform the imagination of Georgian society in their own exaggerated pursuit or over-valorization of higher education in Georgian society. So that's a big ქართულ საზოგადოებაში შეცვალების წარმოდგენა ინგლისის განათლება აუცილებელია ადამიანებისთვის. So they are capitalizing on this perception that Georgians generally are a bit too much და მუდმივად სახელებენ ხოლმე რომ ქართველები ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ მოხლის განათლების საკითხს. Yes, maybe we have to get to the discussion part and then we can also get to the previous case. Too much time on this description of the context. I'm sorry. Just I wanted to ask these two questions about the possibility of reform. Now, in this situation in which we don't have any preliminaries for collective about it's translated, or this crackdown is translated in and interpreted, and it is actually a political crackdown, political repression of unwanted actors. გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიად არის შეფასებული ამ კონტექსტში და როგორ შეგვიძლია ქართულ საზოგადოებაში რომ ორგანიზდეთ organize collectively, like we don't have any strong unions in academic. მაშინ როცა აკადემიურ სოციალში გვაქვს ძლიერი პროფკავშირული გამოცდილება და სისტემა. Function very much as kind of neoliberal corporations. და მაშინ როდესაც უნივერსიტეტები ფუნქციონირებენ როგორც ნეოლიბერალური კორპორაციები. These questions, and another thing is that technologies of power ეს არის ძალაუფლების ტექნოლოგია. არა ის მხოლოდ უნიკალური არ არის ქართულ ოცნებაში, არამედ სხვა კონტექსტებშიც ჩანს. რომ ეს ავტორიტარული ხელმძღვანელები, ავტორიტარული მთავრობები starting processes that they know that will cause outrage in the however they somehow
ტენდენცია, რომ ავტორიტარული რეჟიმები იწყებენ ისეთ პროცესებს, რომელიც იციან, რომ აპრიორი გამოიწვევს კრიტიკას, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ამ ყველაფერს. I'm sorry, I use more time, I think, then. ოდიში დროის გადაჭარბებისთვის. How to sorry. Thank you, Tamar. Now I'm going to ask Olga to step in, and then we're going to open later the discussion and collect the questions, but also turn our event into the roundtable discussion, rather. Thank you very much. Thank you very much, Tamar, and all other organizers for convening this panel and inviting these excellent speakers, and for also inviting me to be part of it. I think a great pleasure and honor, especially considering the urgency and importance of this topic of attacks on academic freedom and institutional autonomy in the context of authoritarian regimes. And of course, as we speak, we perceive that these attacks are actually a global scale. They are taking place not in isolated places, in some separate countries. Well, of course, each country has specificities, but still we can see this trend globally. And moreover, we can see that these authoritarian regimes and these political forces that promote authoritarianism, they are not simply exist in parallel with each other, but that they form actually a group that support each other, that cooperate, even to name existence. ერთმანეთსგან პარალელურად არსებობენ, იქით ისინი ჯგუფსაც წარმოადგენენ, სადაც ერთობლივად მოქმედებენ. შესაბამისად, ქართული ოცნება სწორედ იმ ჯგუფებია, რომელიცაც ორბანის მთავრობა ქმნის. ისინი ერთმანეთსგან სწავლობენ ერთმანეთის გამოცდილებას დაყრდნობით მოდიფიკაციას ეთებიან სტრატეგიებს that they share in common and that they push, and actually which is now increasingly becoming in a way a political mainstream. ნელ-ნელა პოლიტიკური mainstream ხდება. Of course, as such examples, they multiply, they become more visible. The actual connections and the actual exchanges between such regime and between such forces. And of course, we can think about Hungary as a kind of forerunner in this terms in Europe, with attacks that Sarah, in this extremely rich presentation, described that started well before, like from the very beginning, basically, of Orban coming in power, and of course with the EU as the first target of attacks, which then expanded to other Hungarian universities. But then how actually Hungary, Orban regime and its government, how they were praised by reactionary forces in United States. And for example, I recently witnessed a very interesting talk on how actually initially Florida adopted Hungarian strategy to rework the system of higher education in Florida. And how now we actually can see how this toolkit is expanded at the scale of the United States, and with J.D. Vance explicitly praising Orban for his treatment and his approach to higher education. And I thought that it's just important, of course, to make these connections. And of course, I think what is another aspect that
that aspecti both speakers addressed in their რომელიც presentation, ორივე which I wanted to emphasize in a way ახსნა again that ხაზი გაუსვეს the current moment also showed how, in a way, for quite some time, especially in the post-Cold War era, academic freedom and institutional autonomy were taken for granted, and how very often remained actually rather a declarative aspiration, and that actually, when push came to shove, it turned out that there were actually basically no actual legislative protection and effective mechanisms that would allow to actually sanction and counteract attacks on academic freedom. So this is, of course, example of Hungary, that basically had hard times and European Union had hard times to find even the legal basis on which to challenge the Orban attack. And it's also only actually in rather recent time that there are not first attempt, but let's say some more systematic attempts to even codify and define academic freedom in legal terms, and they also go in very sometimes interesting and ambiguous directions, let's say. And of course, the state of institutional autonomy is another dilemma that was often under-reflected, that was often didn't receive attention, and in a way, how the current moment shows, and how also both speakers showed in their presentation, that both public universities and private universities, they have their pitfalls. And what often probably, I think that what this panel also, why it is so important, that it allows us to recenter what often we forget in the fights for democracy. In the fights for democracy, somehow the question of academic freedom and institutional autonomy is taken for granted. Some kind of secondary and almost automatic byproduct of this process. And what basically we now learning halfway, that it's not necessarily occur in this automatic and natural manner, and that we cannot rely simply on a kind of natural or restraint and existing compliance of the governments with some declarative principles, so that important to understand the relationship between democracy and academic freedom and institutional autonomy in and of course, what is why this panel, I think, is so important is, of course, precisely that the attacks, they also in a way reveal the lack of awareness, also broadly in academic community and among institutions, sometimes the lack of preparedness, and among the broader public, recognize actually the gravity of threat and of what is going on. And probably now most of those who participate on this panel already lived through rather hard times, but for example, we can see now there is also the lack of understanding and the lack of comprehension of what basically we are dealing with. And so I think that this is precisely the importance of self-education, of raising awareness, but also of creating the for dialogue in such they allow for. So I want to you and all others this opportunity, and I would like to open our sort of short format roundtable, where I will start with a few first questions, and then when we opening questions from the public. But I want to again address Sarah and Tamar, and thank you very much for your extremely informative and rich presentation. And I wanted to ask, maybe to recap a bit, about the dynamics that we are witnessing now in the context of the respective countries, but also, of course, in the wider context about
what do we see new about what is new about these attacks on academic freedom and institutions but what also maybe are some historical continuities with the previous record of state attacks and subordination because on the one hand in many places there are certain histories and certain records of state attacks, but on the other hand, I wanted to ask you about what about the innovation of these current regimes, these current authoritarian governments, in terms of the objectives, in terms of the tools and instruments with which they operate. And I think you both already kind of addressed these questions in your presentations, but I want maybe to invite you to recap it. ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთნაირი ინსტრუმენტები აქვთ და მინდა რომ ამაზეც ასევე გავამახვილოთ ყურადღება. Can you start? Oh, okay. Actually, I'm very sorry that I did not really concentrate on academic freedom at all. I realized აკადემიურ თავისუფლებაზე შედარებით ნაკლებად კონცენტრირდი. Actually, there are more complicated connections with academic freedom than any direct one in our current situation. And I'm saying this because აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით מאוד კომპლექსურია. ეს ვითარება და anti-LGBTQ propaganda or whatever. That was probably the only obvious case of the crackdown on academic freedom in this narrow sense, I would say. However, of course, aspectიდან ეს შეტევა მათ შორის როგორც ვახსენე LGBTQ-ის შესაძლოა კანონი მიიღეს, ესეც ამის ნაწილია. Very interesting study in 22, empirical study of how academics in Georgia perceive academic freedom. საინტერესო კვლევაი ჩატარდა, როგორ აღიქვამდნენ უნივერსიტეტები აკადემიურ თავისუფლებას. Union struggle at all. არ იყო ნახსენები აი ამ შედეგებში, საერთოდ არ იყო ნახსენები ეს პერსონალური ბრძოლის სტრატეგიები. Political intervention, political repressions, and another was managerialization. პოლიტიკური ჩარევა და ეს მენეჯერული especially, but maybe Hungary also has some affinities with that. That we know that we are coming, our university system is coming from this long Soviet legacy. ტრადიციები მოდის აი ამ საბჭოთა ეროვნიდან. Look at the history of Europe, like censorship was very ubiquitous practice all over the და ასევე რომ ნახოთ მაგალითად ცენზურის საკითხები ევროპაში რა თქმა უნდა ისიც მაგრამ საბჭოთა პერიოდში აი ამ სახელმწიფოს მიერ კონტროლი აკადემიურ სივრცეების იმის თუ რა შეგეძლო რა თქმა უნდა ტოტალური If you look at academic freedom in this as negative, in philosophy we distinguish between this negative and positive freedom, right? If you look at academic freedom only in this sense of negative freedom, maybe from 90s we had enjoyed this total freedom in negative sense. და ნეგატიური ოთხი ჩოხდოთ აკადემიურ თავისუფლებას ასპექტებს 90-იანებში შეიძლება ვთქვათ რომ ეს იყო სრულიად თავისუფალი თუმცა ნეგატიური პერსპექტივიდან unfortunately and as I said the fight of Georgian academics against it was not really non-existent, I would say. Not that this concept of academic freedom to positive freedom, like what academics actually can do, what power they possess.
რა შეუძლია გააკეთოს აკადემიკოსებს. ვიტყოდი starting from this independent year has been some kind of I could not say the decline in this, but this local power of academics in institutions was very limited from the very start, and probably აკადემიური ინსტიტუტების ეს დამოუკიდებლობა ძალაუფლება გავლენა მცირე იყო, შეზღუდული იყო. Administration or management versus academic or faculty. However, I would say that this collective positive notion of academic freedom is very weak in Georgia. სამწუხაროდ საქართველოს ინსტიტუტის აკადემიური თავისუფლების პოზიტიური გაგება. What is really question interesting for me is that in this situation now we are in the situation that we have to fight for our academic institutions and for their autonomy. ჩვენ გვიწევს ბრძოლა აკადემიური ინსტიტუტებისთვის და მათი ავტონომიისთვის. Don't have any independent so just I will stop now and say something about just one example for me about positive sense of academic freedom. Starting from 2005, this reform, Georgian education reform, based on which are organized. One important thing about it was that they virtually abolished department specialization. ერთი მნიშვნელოვანი მოხდარს მათ გააუქმეს სპეციალიზირებული დეპარტამენტები. Like this, right? And სოციალური დეპარტამენტი, ფილოსოფიური დეპარტამენტი. და გაერთიანეს ერთი დიდი ფაკულტეტის ქვეშ. მაგათად გამოყენებით მეცნიერებების ქვეშ. So პროფესორები დაქირავებულები ცალ-ცალკე ინდივიდუალურად არ არსებობს კოლექტიური გავლენის მოხდენის საშუალება არ აქვთ. მაგალითად იქნება ბიუჯეტირება, სწავლა that should be main drivers of academic freedom in this დისციპლინური მიმართულების საზოგადოება არ არსებობს, მათ არ აქვს არანაირი გავლენა. In this context now მხოლოდ მენეჯერიალური გაგებით არის მოწყობილი ის in this autonomy of our universities is still the last thing that we have to fight. However, now our universities are facing the situation that faculty this autonomyისთვის, მაგრამ ხავართ იმარეობაში, რომ ფაკულტეტებს არანაირი ძალაუფლება არ აქვს. I mean that we have been kind of employees of the university, not really owners of university. უდალობას განაგრძობს ის, რომ ჩვენ უნივერსიტეტის პირმა ქირავებულები და არა მისი რაღაც ბუნებრივი ნაწილი. These institutions, whatever, however good or not answer your question, but those are dilemmas actually that you are very hard dilemmas that you face in this context. I would say something similar to Tamar discussion, but I would put it in like it's about culture, so old ways of inside the academia return very easily, right? Because we have so they are fixed. We didn't change generations or interacting in different ways for so many times to learn a new way of making academia. So it's very easy to return to the old way somehow.
And then change is not just how to make academia. We didn't really learn, or it was not generations and generations learning how to make democracy in everyday practices and in everyday interactions. And then, we had democracy, we had the Academy of Freedom, but we didn't constructed our institutions how to do that. ჩვენ გვესმოდა აკადემიური თავისუფლებას შესახებ, ავტონომიის შესახებ, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტები ჩვენ არ მოგვიწყვია, არ ადაპტაცია მოხდა რეალურად ამ კონცეფციების გარშემო და შესაბამისად ისეთი მანიშნებელი იყო ის, რომ აი სენატმა ძალიან მალევე, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტში ხარი დაუჭირა გადაკეთებას, რეფორმას, which means, the holiday package or Christmas things and these kind of things, and not bottom-up organizing and learning small exercises of resistance. ჩვენ არ გამოვიყენეთ აი ეს ქვემოდან-ზემოთ წინააღმდეგობის აწეშინებლად. Can express solidarity and can make small actions, writing in a Google sheet his name that he's okay with this kind of change, And what is interesting here, and I would also სამხარო რომ სოფლი დავიდა ტექნიკურ მაქციად და ერთი კითხვის გავცემ პასუხს რომელიც ჩატში იყო დასმული quick that authoritarian governments give you quicks and even quick new politics and just like in როგორც რეფორმით დაწყვეტიან it even not important რეფორმას და როგორ აჩქარებულად აკეთებენ ამას we did so even if we say no it's not enough and we didn't learn how to organize and just reactive but sometimes it's not important to be reactive but და ჩვენ მხოლოდ რეაქციულ პოზიციაში დავრჩით და შესაბამისად ეს არ არის საკმაოდ მნიშვნელოვანია გადახვიდე აი ეს ორგანიზების ფაზაში news to make an interview but unless talk with other 15 people that's more important because in this way you are connected მნიშვნელოვანია ინტერვიუების მიცემა საჯარო აქტივობა მაგრამ მნიშვნელოვანია ორგანიზების საკითხები ერთმანეთთან საუბარი და a lot of time that's happening კოლექტიური მუშაობა იმიტომ რომ მიუხედავად იმისა დეპარტამენტი და ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ ხშირად და ერთმანეთს არ ლაპარაკობენ და სამწუხაროდ დემოკრატიული პრაქტიკის დრო ჭირდება Of course, it was very rich answers. I hope that we still have time. I wanted to check with Tamar until when. We have 10-15 minutes left, but for now, the unfortunate thing is that our interpreter Vano has to leave. But we're gonna continue this conversation for 10-15 minutes more. I'm gonna ask our speakers to keep their answers short, that we also manage to receive the questions from the auditorium, and also Olga has the opportunity to pose her questions. I will not then pose all the questions that I thought. I will just try to formulate one question as a kind of a bit of potpourri question, but and somehow to echo all the questions from the chat. But as we are dealing with the situation in which this attack on academic freedom, they often both use in their rhetoric and in their instrument a political language of accountability, of efficiency, of excellence on the one hand. On the other hand, we can see that they are also this tendency is really can be observed at the global scale, so that it's really across the board. So in this context, precisely what could be effective strategies of resisting and counteracting
And if we speak about the forms of organization, at what scale we can envisage this form of self-organization, whether it is self-action at the level university, or it requires actually cooperation across universities, or actually it requires cross-national also movement that has some organizational structure. So if you could share your ideas and maybe theories to this point. Thank you very much. I would start now and make it short, or try to make it short. I would like to make a point because I think there is a difference between make it short or try to make it short. I would like to make a point because I think there is a difference between global north or let's say Western countries and East European countries, at least on mobilize or resistance. And psychologists made this kind of general theorization sometimes, and they say that the perception of unjustness move people. Okay, so make them start resisting or doing like this. And seems that in Eastern Europe, everybody thinks that system is unjust, but when people move, it's when they think that it's unstable, so it's changeable. So there is the possibility of change. I think it's important also in the communication. The second, we try to do that. So we have internal organization inside the university. Then because of the model change and these attacks, there is a kind of communication between the trade unions at the national level. And also I am part of these organizer communities, so not just sectorial issues related to academics, but also in a more wider, so people working in for-profit systems. And also we have a kind of East European organizers meeting once a year. But it's a lot of levels, but I feel all the time so it's a nice feeling when you feel that, okay, you are making these kind of efforts, but there are also geopolitical issues here, why it's happening, these kind of things also for the academia somehow. So why they are reducing the number of students at the universities, why they don't want a, intelligence way of industry, but more kind of assemblage industry here. And yeah, I think I taken shortly. Tamar, it's your turn, I think. No, I mean microphone is closed. I'm sorry. Yeah. So it's now just to share with you that now some of us are trying to start. Maybe it's too late now, but you and I. On the other hand, we have this quite not very good laws about the strikes and the possibilities to fight with strikes, and these typically union instruments is quite difficult here. But as I said, also like we have this situation in which we have to fight to rescue our institutions, and most instruments that can be used by unions, at least by Georgian legislation, are instruments that you can use as leverages against your employers. So that's the kind of very difficult dilemma for fighting against this crackdown through typical instruments of unionization. However, we do hope. Another predicament that I would mention, I'm sorry, I'm only mentioning predicaments and nothing really giving hope, I'm afraid, but I will try to say something about that too. So another predicament is, of course, this general political situation, which per my observation is this general technology of governance now in these authoritarian regimes, is that all these protests are now translated into one big
fight pro-government and against government. And in this situation, it actually makes it very difficult to consolidate and somehow against this crackdown in academia, because every protest is translated into pro-government, into anti-government protest. And so this Georgian Dream actually over these last few years especially, but it has started earlier, managed to structure this political field in a way that everything is about pro or against, and society is also polarized along those lines. So this, of course, makes it difficult to consolidate, even though I am sure that, of course, you have academics that are on both sides that are against this reform. So those, just to mention two. On the other hand, of course, yes, we have to try and learn from each other. What we see is that these authoritarian regimes, they really learn from each other, share resources among each other, and we of course also need to somehow make our struggle into some kind of also use internationalization and learn from each other. That's very general what I can. But again, to come back, I do believe that we have to start. I have no particular prescription how to do it, but we have to find some some condensations or some knots of power. We have to find power at different levels, like where from which we can resist, like be it in some kind of main disciplinary solidarity in some case, institutional solidarity in other case, maybe some. That's how I think. Maybe it's very general. Of course, unionization may help, but so of course, because what I'm saying is that in many cases they have just this case of anti-LGBTQ law was very good example of that. That in some cases, struggle for one cause is impossible because it is placed in this general dualistic frame, and you are thinking and the public generally is thinking in these terms whether would struggle for this cause harm or benefit the only struggle which is now central in Georgia, like anti government. So which I think that's the case in some cases. You can see something similar in the case of United States. I'm not sure about Hungary, but so recent politics of United States and how I think that they are. So in this connection, when I mentioned this, can I add? There is Charles Fairbank's answer that how they. That's actually what I meant by this governing by outrage. That actually my observation is that it has probably been theorized already, and I'm sorry for sharing this just low-level empirical observation, but these new authoritarian governments, they are somehow effective, not facing backlash, but rather capitalizing on their actions that causes outrage in the segments of societies that are opposed to them. That's very interesting. So, and in this case too, like they are dropping something in case of education, and part of the public that is against them is very loud against this change. And this actually somehow, through some machinations of power, consolidates their base and consolidates their power. Maybe I'm saying something very, very pessimistic now by mentioning this, but
That's the fact that that I meant by this governing by outrage. But just to answer this question. Thank you very much. Tamar, would you like to open the floor if there are, because I see that participants already started leaving and maybe there are some who still wait to ask their question from the speaker. Yes, I think most of our speakers have already addressed the majority of questions. There is one question, specific one, which I want to ask maybe. So Sarah has already asked Natia Mjavanadze's question, as I understood it, and Tamar Tkadadze has already asked Charles Fairbank's question, but there is Esma Gumberidze's question, which haven't been covered maybe, and I'm gonna read it out. This is, what about so-called foreign agents law? Won't they impact universities' capacity to attract the foreign funding necessary for research, especially for the public universities? Although we have talked a lot about this question, maybe just saying a very few words about this, and we're gonna leave our audience to leave the discussion, because yes, we are like quite in overtime right now. But it has been very interesting discussion, and it also shows and signals how important this theme and this topic is. Tamar, so you can take maybe 2-3 sentences, and I'm gonna give Olga the final summarizing, maybe if she wants to. Yeah, actually, that's another problem that our government spends too little on education and research, especially higher education and research. And of course, a lot of research done in Georgia was depending on foreign funding, and that again, so in these terms, crackdown on academic community in Georgia started even before this education reform, so already with this foreign agent laws in Santos. However, of course, that's another a topic for another very big discussion, how in a context like Georgia, academia and the civil society work was interconnected, how this funding that was coming into Georgia for civil society was also funding academic work, and how academia was structured in these terms differently than in some probably Western societies. So those are interesting questions, but probably I wouldn't go into that now. Thank you so much. Thanks to our speakers, to Tamar Tkadadze, to Sara Bigastis, to Olga Bezyukova. This was like really interesting, very necessary discussion. Thanks for the people staying till the very end of this discussion. As you can see, we have recorded the discussion. We're gonna put it on our Facebook channel. If you cannot somehow manage or want to go back to the discussion, you can still watch it for a few more days. We're gonna continue our discussion series, and we're gonna be active on our Facebook channel. So please follow us, subscribe our YouTube channel, and thank you again to all of you attending and participating and for your input. This is very valuable for us, as I already mentioned that Georgia is facing a very hard situation. So your contribution, your voluntary contribution really means a lot. Thank you. Thank you very much. Thank you.